ვირუსისაგან გამოჯამრთელდა 3560 ადამიანი. ქუთაისში კლინიკა LG-ში საწოლ ფონდი გაიზარდა, როგორც საავადმყოფოს მთავარ მერქიმ ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა, კლინიკას 25 საწოლი დაემატა და ნაცვლად 80-ისა ის 105 პაციენტს მოემსახურება. კლინიკას უკვე შეუძლია ახალი პაციენტების მიღება. დღეს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო დატოვეს გამოჯამრთელებულმა ადამიანებმა, სტაციონარში კი რჩებიან მძიმე და კრიტიკული პაციენტები. პაციენტი მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კლინიკა იყო 80 საწოლ COVID საწოლ ფონდი. დღეს 23 დეკემბრიდან დავამატეთ 25 თერაპიული ახალი საწოლ ფონდი და ჯამში შეგვიძლია 105 COVID ინფიცირებული პაციენტის მიღება. ამ ეტაპზე კლინიკაში ყავს 80 COVID ინფიცირებული პაციენტი, შესაბამისად გვაქვს 25 თერაპიული ადგილი. შეგვიძლია ახალი COVID ინფიცირებული პაციენტების მიღება. დღეს ვველოდებით 4 პაციენტის, გამოჯამრთელებული პაციენტის გაწერას. ყავს 4 მძიმე კრიტიკულად მძიმე პაციენტი და ყავს 6 მძიმე პაციენტი. კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში სასწავლო პროცესის გადანაცვლებამ განათლების მიღება გააწვირა. ბევრ მოსწავლესა და სტუდენტს კომპიუტერების არ ქონის გამო ონლაინ სწავლებაზე წვდომა არ აქვს. რა ბერკეტები შეიმუშავა სახელმწიფომ, რომ ყველა მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაბმა უზრუნველყოს. გარდა ტექნიკური პრობლემების ასევე რა ემოციურ პრობლემებს აწყდებიან მოსწავლეები დისტანციური სწავლებისას. ვრცლად იხილეთ სიუჟეტში. განათლებას ვერ მიიღებ თუ არ გაქვს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, რადგან სწავლება დისტანციურ რეჟიმში გადავიდა. პრობლემა განსაკუთრებულად მწვავე სოციალური საჭიროების მქონე და მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაა. მარიამ გოდუაძე 4 შვილის დედაა და თავადაც მასწავლებელია, სწორედ ამიტომ სასწავლო პროცესში ჩართვა ერთი კომპიუტერით უჭირთ. ორ მოსწავლე შვილს იმათი მდგომარეობაც არ ვიცი რა დავარქვა. მე მაქვს ერთი ჩემი პერსონალური ლეპტოპი, რომელიც მე მჭირდება თვითონ, რომელშიც ჩამოტვირთულია ჩემი უფროსი ვაჟის მე-11 კლასელის Teams-ი. მე ვხედავ, როდის ეწყება მას გაკვეთილები, თავის ტელეფონში ნახევრად ჩანს უკვე დაუზიანდა ფაქტობრივად ტელეფონი და ვეღარ ერთვება. ძალიან გამაღიზიანებელი ფაქტორია ესა და პირველ კლასის სახელმწიფო მაჩუკა თავისი ბუკი და აქვს და მშვენიერი ბუკია, მინდა ვთქვა და მადლობა ასევე გამოვხატო სახელმწიფოს მხრივ, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ემოციური ფონი ბავშვებისთვის უკვე იმდენად დამძიმდა, რომ სწავლის ხარისხზე ის რა თქმა უნდა უარყოფითად მოქმედებს. გუშინ მაგალითად ტირილი დაიწყო, მე მინდა ისევ პირველ კლასში დავბრუნდეო ჩემ სკოლაში, სადაც ავარ და აღარ ჩავერთვები დღეის მერე Teams-იო. და მით უფრო როცა ესე ვიწროთ ცხოვრობს, სახლი გიჭერს, ყველას სჭირდება თავისი სასწავლო გარემო. გარდა ტექნიკური აღჭურვილობისა, დისტანციური სწავლების დროს აუცილებელია განწყობა და მსაობა სწავლისათვის. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ძალით ვერ აიძულებ ბავშვს რომ რაღაცა ისწავლოს. ჩვენ ბევრს საუბრობთ განწყობის თეორიაზე, мотиваციის შექმნაზე, ხო. მოსწავლეს უნდა შეექმნას გარკვეული мотиваცია და ამაში ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს სკოლამ, დიდი როლი უნდა ითამაშოს ოჯახმაც, რა თქმა უნდა, მშობლებმა და იმ გარემომ რეალურად რომელ გარემოშიც უხდება ცხოვრება მოსწავლეს. ონლაინ სწავლება მეტად მიაჯაჭვა მოზარდები კერძო მასწავლებლებს, რაც დამატებით ფინანსურ რესურსს საჭიროებს მშობლების მხრიდან. სადღაც 10-12% თუ ახერხებს რეალურად მიიღოს. თუ მოსწავლეს არ ამზადებ რეალურად, აი ჩემი შვილი მაგალითად სანამ არ წავიყვანე მოსამზადებლად მე-11 კლასელი, საერთოდ რამდენიმე თუ ამოვარდნილი იყო. კი ჩართული ჰქონდა და ხმა ესმოდა იმ გაფუჭებულ ეკრან გაშავებულ ტელეფონში მასწავლებლებისა, მაგრამ არ უნდოდა რეალურად იმის გააზრება თუ რას ეუბნებოდნენ მასწავლებლები. ონლაინ სწავლება მხოლოდ სკოლებისთვის არ რჩება გამოწვევად. ცალკეული გადაუჭრელი პრობლემების წინაშე სტუდენტებიც დგანან, რომელთა ბედზე პრაქტიკულად არავინ ზრუნავს.
უფროსმა სწორედ იმის გამო რომ აი პანდემიასთან დაკავშირებით შეიქმნა რაღაცა სწავლის სირთულეები, არ იყო ტექნოლოგიურად აღჭურვილი თბილისში ცხოვრობს და გაუფუჭდა ლეპტოპი და გაუფუჭდა ეს გაჯეტი, რითაც ერთვებოდა ხოლმე ლექციებში, ამიტომ გადაწყვიტა რომ შეეჩერებინა ერთი სემესტრი სწავლა. არანაირი დახმარების ხელი არ გამოუწოდებია უნივერსიტეტს რეალურად. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ თვითონ მისწერა, ჩემი თანდასწრები, ჩემი კომპიუტერიდან მისწერა არგუსის საშუალებით უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომ შეეჩერებინა. ფაქტია, რომ განათლების მიღება დღითიდღე უფრო ძვირდება. სახელმწიფოს სტრატეგია და მიდგომები ნაკლებად ცნობილია. სწორედ ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიამ კიდევ უფრო გამოაჩინა თუ რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას განათლების სისტემა საქართველოში. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვია ჩალამბერიძემ საკონსულტაციო საბჭოს ხდომა ვიდეო კონფერენციის საშუალებით გამართა. 2018-2021 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანას მხარი 12-ვე მუნიციპალიტეტმა დაუჭირა. პროექტებში ცვლილებები განახორციელეს ქუთაისის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებმა. განსახილველად წარმოდგენილი იყო 21.944.036 ლარით დაფინანსებული 77 პროექტი. ცვლილებები განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. განიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სკვერებისა და ფასადების რეაბილიტაციის, ზანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობის, სპორტული ობიექტების მოწესრიგების საკითხები. ზვია ჩალამბერიძემ რეგიონში COVID-19-ის მართვის პროცესსა და არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით 28 ნოემბერს დაწესებულმა შეზღუდვებმა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვების ორთვიანი გეგმის ფარგლებში 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 675 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის 75 ფიზიკური პირი დააჯარიმა. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის დარების წესის დარღვევის ფაქტზე 600 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ საქველმოქმედო აქციით და მოხალისეთა დახმარებით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სხვადასხვა საკვები და საჭირო ნივთები შეაგროვა. მისი განცხადებით პანდემიის პერიოდმა უამრავი ადამიანი დატოვა უკმაპურის გარეშე. სწორედ ამიტომ ის თავს ვალდებულად თulis თავისი წვლილი შეიტანოს, რათა ნაკლები ადამიანი შეხვდეს ახალ წელს მშიერი. ვრცლად ნახეთ სიუჟეტში. სამივე პროდუქტს ჩავდებთ, უნდა მოვკიდოთ ხელი და დავდოთ აგერ აქეთ. ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების გამო უამრავი ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე. ახალი წელი ახლოვდება და ადამიანებს უწევთ ამ დღესასწაულს ლუკმა პურის გარეშე შეხვდნენ. ახალგაზრდა ქუთაისელი აკაკი საღინაძე კი აღმოჩნდა ის გამონაკლისი, რომელმაც საქველმოქმედო აქციით შეჭირებული ოჯახებისთვის შეაგროვა სხვადასხვა საკვები და საჭირო ნივთები. დღევანდელი დღე არის უკვე გაგრძელება ჩვენი იმ ორთვიანი საქველმოქმედო კამპანიის, რომლის დროსაც ამ პანდემიის დროს დაზიანებულ ძალიან ბევრ ადამიანს თუ ოჯახს, ეს იქნება მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მშობლები, ხელმშობლები თუ ასე შემდეგ, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება საკვები პროდუქცია, ყველაზე მეტად ჭირდება ჰიგიენური პროდუქცია, ის რაც არის ძალიან საბაზისო არსებობისთვის და ძალიან მიხარია, რომ ქუთაისმა შეძლო და საფუძველი დაუყარეთ ამ კამპანიას, რომლის შედეგადაც უკვე დაახლოებით 400-მდე ადამიანს დავეხმარეთ სხვადასხვა პროდუქციით. საქველმოქმედო აქციაში აქტიურად ჩაერთნენ მოხალისეებიც, რომლებმაც გამონახეს დრო, რათა გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად თავიანთი წვლილით შეიტანონ. გამონახეს მცირედი დრო, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია და ვცდილობთ, რომ რაღაცით შევმსუბუქოთ ამ ხალხს ცხოვრება, რომელიც COVID პანდემიამ და ამდენმა რეგულაციებმა კიდევ უფრო დაამძიმა და იმედი გვაქვს, რომ ეს გამოიღებს შედეგს და ეს არ იქნება დროებითი და კიდევ შევძლებთ, რომ ხანგრძლივად რაღაცნაირად
შევაშველოთ მათ ხელი და დავეხმაროთ. როცა სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარებების შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახებისათვის საკმარისი არაა, თითოეული მოქალაქის მიერ გაღებული სიკეთე ფასდაუდებელია. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად განვაგრძობთ. დისტანციურად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე გვერდება. მოგესალმებით ბატონო გოჩა და მადლობას გიხდით, რომ მოძებნეთ დრო და გვერდებით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მოგილოცავთ პირველ რიგში დამდეგ დღესასწაულებს და ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობთ. ბატონო გოჩა, ხვალიდან 24 დეკემბრიდან შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება. გაიხსნება სავაჭრო ცენტრებიც. რატომ არ მიეცათ ღია ტიპის სავაჭრო ცენტრებს მუშაობის განახლების უფლება? პირველ რიგში მოდით იმიდან დავიწყოთ, რომ ჯერჯერობით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, ევროპაში, ევროპის ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში, ამერიკაში, ბრიტანეთში საკმაოდ რთულიები ვითარებაა და ბევრი ეს ქვეყანა საერთოდ ვერ აძლევს საკუთარ თავს იმ კუთვნებას, რომ თუნდაც ეს მცირედი, ასე ვთქვათ, შეღავათები მაინც გაეტარებინათ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რაც მოხერხდა და რაზეც გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები საქართველოში. ეს მოხერხდება, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაღალი არის რისკი და დამეთანხმებით ალბათ, რომ ყველაზე დიდი ღირებულება კაცობრიობისათვის ადამიანების ჯანმრთელობაა და ჯანმრთელობას ვერ შეუქმნით ჩვენ საფრთხეს გარკვეული რაღაც მატერიალური ღირებულებების დაკმაყოფილების და გამო მხოლოდ და მხოლოდ. ის შეღავათები, რომელიც გატარდა, ეს მინიმალური შეღავათები, რომელიც დაიგეგმა ხვალიდან და შევა ძალაში, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მისცემს საშუალებას როგორც ბიზნეს სექტორს, რომ ოპერირება განახორციელოს ამ პერიოდში და ასევე მისცემს ჩვენს მოსახლეობას საშუალებას, რომ ეს პირველადი საჭიროებები დაიკმაყოფილოს, რომელიც ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით თითოეულ ადამიანს და ორგანიზაციას ჭირდება. ბატონო გოჩა, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში 51 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს. ეს სტატისტიკა თუ იმ დღეების შედეგია, როდესაც დაინფიცირების 5000 შემთხვევა გქონდა, შეზღუდვების ნაწილობრივ გახსნა მომდევნო კვირებში დაინფიცირებულთა რიცხვს კიდევ უფრო არ გაზრდის? აი ზუსტად ის არის, რომ ამ შეზღუდვების შემსუბუქება უნდა გატარდეს პარალელურად იმ მაქსიმალური კონტროლით, რომელიც არის გაჟღერებული დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებში. ეს ითვალისწინებს იმას, რომ 20 კვადრატულ მეტრზე ერთ ადამიანზე მეტი შეშვება არ უნდა მოხდეს, ეს უნდა გააკონტროლონ შესაბამისად იმ სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციის წარმომადგენლება, რომლებიც ოპერირებენ თავად და სწორედ ამიტომაც არის, რომ აი სივრცეებში მართვა ამ პროცესების ეს ფაქტიურად შეუძლებელია და შესაბამისად ორგანიზებული დაწესებულებები, რომლებიც არის ორგანიზებული დაწესებულებები, მხოლოდ იმათი გახსნის რეგულაციების შემსუბუქდა ამ ეტაპისათვის, სადაც შესაძლებელია, რომ მათი ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებადი იყოს, როგორც შესვლა, ასევე პირბადეების გამოყენება, შიგნით 12 ინსტანციების დაცვა, ხელების დეზინფექცია, დეზობარიერების გამოყენება, რათა ჩვენ შევეცადოთ მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, შეზღუდვების შემსუბუქება ზრდის რისკს, რომ მეტი ინფიცირებული მივიღოთ, რაც თავისთავად გაზრდის რისკს, რომ ამ მეტი ინფიცირებულით მეტი ადამიანი მივიღოთ გართულებებითა და შესაბამისად გარდაცვალებებით მათ მოიმატოს, მაგრამ სწორედაც რომ აი ეს მცირედი შეზღუდვები და მაქსიმალური კონტროლი ამ შეზღუდვების არის ერთადერთი გამოსავალი, რომ არ გაგვეზარდოს ჩვენ ისევ და ისევ დაავადების მაჩვენებელი და ლეტალობა. ბოლო პერიოდში როგორც უკვე ალბათ თქვენც აკვირდებით ყოველდღიურად, ფაქტობრივად უკვე კლება თვალსაჩინოა, მათ შორის როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში, გარკვეული კლების ტენდენცია გვაქვს, გარკვეული კონტროლი უკვე, ასე ვთქვათ, ინფექციის გავრცელების ხორციელდება და ეს ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ. რისკები მაღალია, ჩვენი ქართული ტრადიციული, ასე ვთქვათ, დღესასწაულების აღნიშვნის წესიდან გამომდინარეც, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ ჩვენ საზოგადოებას, რომ მოდით ეს ახალი წელიც დღესასწაული ვაქციოთ ჩვენი საოჯახო დღესასწაულად
ძალიან დიდი საშუალებები ტექნიკური გვაქვს ონლაინ ასე ვთქვათ კომუნიკაციის და შეგვიძლია ეს უფრო მეტი აქტიურობით გამოვიყენოთ ჩვენს ახლობლებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან დასაკავშირებლად და დღესასწაული აღვნიშნოთ ოჯახურ გარემოში მაქსიმალური სიფრთხილით, რომ ჩვენი ხანდაზმული ოჯახის წევრები, ჩვენი ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ქრონიკული დაავადებები აქვთ, ისინი არ დავაყენოთ დამატებითი რისკის ქვეშ. თორემ როგორც ბატონმა იმნაძემ ბრძანა ზოგს საშოპინგოთ უნდა წასვლა და აბა მე მკითხეთ და ექიმებს კითხეთ რამდენი პაციენტი უწევთ 20 კვადრატულ მეტრზე რეანიმაციაშიო. ასეთ სიტუაციაში ზოგიერთი მოქალაქე თulis რომ საერთოდ არ უნდა მომხდარიყო შეზღუდვების მოხსნა. იცით რა, როგორც მოქალაქე ისე თუ მეკითხებით და ასევე როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მეც დავეთანხმები იმ ნაწილს ჩვენი საზოგადოებისა, რომლებიც ამ შეზღუდვების მოხსნის წინააღმდეგი იყვნენ, რადგან ჩვენ ამ ფაქტია, რომ შეზღუდვებით ვაღწევთ რეალურად იმ შედეგს, რასაც ეპიდკონტროლი ქვია, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანებს სჭირდებათ, იგივე ვთქვათ, ბიზნეს აქტივობა, ადამიანებს სჭირდებათ ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით გარკვეული რაღაც შესყიდვების განხორციელება და ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო ეს გაეთვალისწინებინა. კი, მართალი ბრძანდებით, ბატონო გოჩა, დღეს რესტორნების გაერთიანების ხელმძღვანელმა გააკეთა ესეთი განცხადება, რომ პანდემიამდე საქართველოში 11,000 რესტორანი ფუნქციონირებდა და სავარაუდოდ პანდემიის შემდეგ მხოლოდ 500 ხათუ მოახერხებს ოპერირებას და მუშაობასო ესეთი განცხადებაც გაკეთდა, რაც რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია პანდემიის გამო გამოწვეულ კრიზისთან და გეთანხმებით რა თქმა უნდა. რა მოხდება სადღესასწაულო პერიოდს? აი, შეძლებს თუ არა ჩვენი მოსახლეობა დაიცვან წესები? სადღესასწაულო პერიოდის შემდგომ თქვენ როგორც მოგეხსენებათ, იცით რომ შეზღუდვები ისევ ამოქმედდება 2 რიცხვის შემდგომ და ფაქტიურად 16 რიცხვის ჩართვლით საქართველოში არის უქმედღებად გამოცხადებული და ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მობილობას ჩვენს ქვეყანაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მცირედი ვთქვათ რაღაც პრობლემები, რომელიც შეიძლება ამ შეზღუდვების შემსუბუქება მოგწეს აი ამ პერიოდში 24 რიცხვიდან ვთქვათ 2 რიცხვის ჩათვლით, ეს შემდგომი პერიოდი ისევ შეზღუდვების გამკაცრების გარკვეულწილად მოგვახერხებინებს ჩვენ, რომ ისევ დამყარდეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე კონტროლი. თუმცა აი ამ პერიოდშიც კიდევ და კიდევ მუდმივად უნდა ვუმეორებთ ჩვენს გვერდში ყოფებს, ჩვენს ახლობლებს, თქვენი ტელევიზიების მეშვეობით, ასევე ვთქვათ სოციალური ქსელების მეშვეობით და გავუმეოროთ ყველას, რომ დავიცვათ რეკომენდაციები, გავითვალისწინოთ, არავინ არ ზღუდავს ვთქვათ იმაში, რომ აღვნიშნოთ ახალი წელი, მივიდეთ საყიდლებზე, რაღაცები შევიძინოთ, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და გავითვალისწინოთ ეს წესი. პირველი ოქროს წესი ეს არის პირბადე და კიდევ ერთხელ პირბადე. ხელების ხშირი დეზინფექცია და დისტანციების დაცვა სოციალური კომუნიკაციების დროს. მათ შორის ახლა თქვენ თვითონაც რომ მიხვალთ და ხედავ რომ არის ძალიან მჭიდრო რიგი რაღაც ობიექტზე, სადაც რაღაც შესყიდვა გვინდა, შეგვიძლია რომ არ ჩავდგეთ ამ დიდ რიგში, დავიცვათ დისტანცია, დაველოდოთ, ან მოგვიანებით მივიდეთ, სხვა დროს მივიდეთ და მერე შევიძინოთ ეს ნივთი, ან სულაც იქნებდა ისიც კი გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც ნაძვისხის სათამაშო, რომელიც გამოც შეიძლება რიგში ჩავდგეთ. მე მგონი ჯანმრთელობა უპირველესია და ეს ყველას უნდა გვესწროს. და ბოლოს ბატონო გოჩა, ვაქცინაციის თაობაზე მინდა გკითხოთ. სავარაუდოდ თარიღი მაინც თუ არის ცნობილი საქართველოში ვაქცინაციის დაწყების? საქართველოს უკვე ამისთვის ემზადება და მზადების პროცესი უკვე დიდი ხანია რომ დაწყებულია, მათ შორის უკვე მიმდინარეობს მუშაობა ლოჯისტიკურ პროცესების, ასე ვთქვათ, დაგეგმარებაზე, რომელიც ვაქცინების შემოტანისა და შემდგომ მის, ასე ვთქვათ, უშუალოდ ადამიანებამდე მიტანის მთელ ლოჯისტიკურ პროცესს მოიცავს და დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე გაზაფხულზე თებერვლის მარტისათვის საქართველოს შესაძლებლობა ექნება, რომ ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს, რომელიც განხორციელდება რამოდენიმე ეტაპად და მოიცავს ფაქტიურად გაზაფხულიდან შემოდგომამდე პერიოდს.
ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოჩა. მე არ ვიცი ჩვენ საახალწლოდ ახალ წლამდე უბრალოდ შევძლებთ თუ არა კიდევ ერთხელ თქვენთან პირდაპირ ჩართვას, დისტანციურ ჩართვას, ამიტომ წინასწარ გილოცავთ დამდეგ 2021 წელს. ძალიან დიდი მადლობა, რომ აქტიურად თანამშრომლობდით ჩვენს ტელევიზიასთან და ინფორმაციას აწვდიდით 2020 წლის მანძილზე ტელემაყურებლებს. მთელ საქართველოს და გისურვებთ კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას. მადლობა, დაგემშვიდობებით, მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ მთავარის შეკითხვებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე პასუხობდა. საინფორმაციო პროგრამა მთავარის სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდიაგან აგზობს მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა. ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის. გათენებული არ იყო, შინ ვიყავით, გვეძინა, გამოფყარეს და დაგვინგრიეს სახლი, რაღაცეების გამოტანა მოვასწარით, დანარჩენი ყველაფერი დალეწეს. ყვება აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი. იგი ერთ-ერთია, ვისაც დღეს უკანონო დაშენებული სახლი დაუნგრიეს. დღეს დილით თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში თვალჭრელითის ქუჩაზე 7 ნაგებობა დაანგრია. 5 მათგანი აუშენებელი იყო, 2 კი თითქმის დასრულებული. ინსპექციის სამსახურმა უნებართო დაგებული ოთხდღიანი ვადა თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი. რამოდენიმე ადამიანმა ეს გააკეთა, ეს ღირებული რაც იყო გადახურვა, კარფანჯარა, ყველაფერი იქნა მოხსნილი. დანარჩენ შემთხვევაში დღეს უკვე დილით იქნა გაკეთებული სადემონტაჟო სამუშაოები. მომავალ წელს 350 მილიონი იქნება დახარჯული ამ მიმართულებით, მაგრამ ქონებების უკანონოდ მიტაცება და მასზე უკანონოდ შენობა ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მანამდე 15 დეკემბერს თბილისის მერიის სამსახურებმა 10-ზე მეტი უკანონო ნაგებობა დაანგრია აფრიკის დასახლებაშიც, რასაც საპროტესტო აქციებიც მოჰყვა. მერიის მიერ თვითდახმარების მიზნით აშენებული სახლების დანგრევის შემდეგ საზოგადოებაში კიდევ უფრო გააქტიურდა სოციალური საცხოვრისის პოლიტიკის საკითხი. სიცივე, ხმაური, ქვეწარმავლები ბავშვების სათამაშო სივრცეში, არასათანადო პირობები. ეს მხოლოდ ნაწილია იმ პირობების, რასაც ღია საზოგადოების ფონდის ეგიდით ჩატარებულ კვლევაში სოციალური საცხოვრისების შესახებ ვკითხულობთ. კვლევის ავტორის თქმით, შენობები არ არის შუშუმო პირებზე ადაპტირებული, თუმცა კვლევის თანახმადვე იქ ყოველ მესამე ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პირი მაინც ცხოვრობს. არათუ სპეციალური საჭიროებები, არამედ არ არის გათვალისწინებული ის, რომ ბავშვებიანი ოჯახები არიან აქ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტი ამბობს, რომ ეს საცხოვრისი არის სწორედ ოჯახებისთვის და ბავშვიანი ოჯახებისთვის, იმიტომ რომ არ არის სათამაშო მოედნები გარშემო, არის ერთი სათამაშო მოედანი, რომელიც ვერ ფუნქციონირებს იმის გამო, რომ ისეთ გარემოში და ისეთ პირობებშია, რომ მშობლები ვერ უშვებენ ბავშვებს. ამ აღწერის და ამ მონაცემების შემდეგ რთულია იმისი დაჯერება, რომ ადამიანებს შეუძლიათ ამ საცხოვრისში შეაფარონ თავი, თუნდაც დროებით მაინც და იგრძნონ თავის სახლში. საქართველოს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კვლავ მხოლოდ ერთი პარტია ქართული ოცნება განიხილავს. მინისტრობის კანდიდატობის შემდეგ დღეს დეპუტატების წინაშე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარსდგა. ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება. ეს სიტყვებით სწორედ მას ეკუთვნის. გიორგი გახარიამ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებზე, უცხოურ ინვესტიციებზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ოკუპაციაზე ისაუბრა. ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათების გადახედვა, რომლის ეფექტიანობაც უკვე დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და ჩვენმა ბიზნესმაც და მოქალაქეებაც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ. სამინისტრო დღეს მუშაობს. პირველ რიგში ეს არის პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით სისტემის შემდგომი რეფორმირება და რა თქმა უნდა ჯიბიდან გადასახდელების შენარჩუნება, შემცირება, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისათვის არის უკიდურესად დიდი პრობლემა. გიორგი გახარია კითხვებს მოსმენაზე დამსწრე ერთადერთი ფრაქციიდან იღებდა, მათ შორის იყო ლადო კახაძეც, რომელიც დაინტერესდა თუ რას ფიქრობს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სასმელი წყლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე. ჩვენ გვაქვს ვეებერთლა რესურსი მთელი მსოფლიოში გამორჩეული რესურსი, ეს არის სასმელი წყალი.
ამ სასველი წყალის კაპიტალიზაცია და მისი საქმეში ჩაყენება დასაქმების კუთხიდან წარდგება და მზად არის მეცნიერთა დიდი ინტელექტუალთა ნაწილი, რომელიც პრაქტიკული და სამეცნიერო მზად არიან თქვენთან ურთიერთობის ხელმძღვანელობასთან, თქვენი მეთაურობით და რას ფიქრობთ სასველი წყლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე, რომელიც ძალიან კარგ პლატფორმას შექმნის შემდეგ მისი რეალიზაციის გზით იმ მოცემულობაში, როცა საგარეო ვალი ჩვენ უკვე კრიტიკულ ნიშნულამდე ვართ GDP-სთან მიმართებაში, აი ამ მოცემულობაში თქვენი მოლოდინები მინდა გაგვიზიაროთ, გითხრათ ვალუტასთან მიმართებაში. მომავალ წელს ჩვენ უნდა ველოდოთ სტაბილურ თუ ნახტომისებურ ყევებს, იმიტომ რომ ამაზე არის დამოკიდებული როგორ იქნება ბიზნესის მხრიდან დაგეგმა თავიანთი მოდელების განვითარების. როგორ გეგმავთ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ისე, რომ არ მოხდეს მნიშვნელოვანი რეფორმების გადავადება იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რის წინაშეც ჩვენ დგავართ დღეს. გიორგი გახარია დღესვე შეეცადა თანაპარტიელი დეპუტატები დაერწმუნებინა იმაში, თუ რატომ უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა მთავრობა იმავე შემადგენლობით. მთავრობის იგივე შემადგენლობა არის სრულად ლოგიკური, როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ასევე დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდან, პირველ რიგში, იმიტომ რომ კრიტიკული მიმართულების თვალსაზრისით ეს მთავრობა ეფექტურად ახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს. ეს ერთი, მეორე, ბევრი მიმართულებით დაწყებულია მთავრობაში სისტემური რეფორმები. ჩვენი ყველას ვალდებულებებია ის მოვალეობები და დაპირებები, რომელიც აღებული გვაქვს, მივიყვანოთ ბოლომდე და ეს არის ძირითადი ამოცანა და არა მთავრობის ცვლილება. სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატები დარბაზის ორივე მხარეს ოპოზიციისთვის განკუთვნილ სავარძლებზეც ისხდნენ. გადაწყვეტილების განმარტებისას მამუკა მდინარეძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და თქვა, რომ მათ ადგილებს არავინ არ თმევს და პირიქით ელოდებიან ხურვალე ოპონირებას. ეს არის ფრაქციის სხდომა და ფრაქციის სხდომაზე ბუნებრივია ესე ადგილები არ არის პერსონალურად განაწილებული. ოპოზიციის წარმომადგენლებს შემიძლია მიმართო რომ დამშვიდნენ, არავინ არ თმეს ადგილებს, პირიქით დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან ხურვალე ოპონირებას. ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის. ყველაც მოანერგულდებიან. საქართველოს პარლამენტში ბოლო რამდენიმე დღეა მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ამ პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობს.